3, 2, 1, 0. თქვენ მის ნიკოლის არხზე ხართ. დღეს გვაქვს უჩვეულო ვიდეო. ჩვენ გვაქვს საბოლეტო ცეკვის გამოწვევა. დღეს უმრად გვყავს პერსონალური ბალერინა, არინა. არინა ბალეტის ელემენტების ჩვენებას აპირებს და ჩვენ შევეცდებით გავიმეოროთ ისინი. ყოველი რაუნდის ბოლოს ვინც ელემენტებში ყველაზე ცუდია დაისჯება. და ბოლოს გავარკვევთ, ვინ გაართვა თავი გამოწვევას საუკეთესოდ. ეს მე ვიქნები, იოცნებე. მეც მივიღებ მონაწილეობას, თანაბრად შევეჯიბრების სხვებს. რა? ახლა ჩვენ ვირჩევთ სასჯელს მათთვის, ვინც წააგებს პირველ ტურში. ვის უნდა ბორბლის დატრიალება? მე. რა არის იქ? რა არის? რა არის? ყოლა გადმოასხა და ისევ დაიჭირო პირით. ჯანდაბა. მაინც ყოლა. პირველი ელემენტის დროა. არინა გვაჩვენე. პირველ ელემენტს პედერები ჰქვია და ის ყველაზე მსუბუქია. სწორედ ამით დავიწყებთ. გვაჩვენე. მარტივია. პირველი ვინ არის? მე არა, არც მე. მაშინ ქვა აქ აღალდი მაკრატელი. არა. მე ვიქნები, რადგან ბრიტნის ყველაფერი შეუძლია. ბრიტნი. გაჩერდი. მოკლედ დგებით ასე. აჩვენე. კოსმოსის ტალღებს ვიჭერთ. ბრიტნი. ვა, დაინახეთ? მე მეგონა აქ ყველაზე ლამაზი ვიყავი. მაშ ვინ არის შემდეგი? მე არა. არც მე. ოპა! ცოტა უცნაურია ბრიტნის შემდეგ, მაგრამ ვეცდები. ვერაფერი გავიგე, მაგრამ საინტერესოა. სუსტი იყო. რა სუსტი? მან შპაკეთი გააკეთა. ჰაერში. როგორ ფიქრობთ, გავაკეთე? სასაცილო ვარ თუ რა? არ მესმის. ვინ იქნება შემდეგი? მე არა. მე, კარგი. მოდი ვცადოთ. მიდი, შენ შეძლებ. მეჩვენება, რომ აქ ყველაზე მოხდენილი ვარ, ამიტომ ყველაფერს გავაკეთე პირველივე ჯერზე და შემიძლია სახლში წავიდე. მიწისგან მოწყდა. დაშვება მძიმე იყო, იატაკმა კანგალი დაიწყო. ბალეტი არ არის სტანდარტში, თუმცა ვეცდები. ოი. ვა! კარგი იყო. გონი მე უკეთ გამომივიდა. ახლა იქნება კრინჯობა. ღმერთო, მეგობრებო, თუ ახლა ჭამთ საჭმელი გადადეთ, შეიძლება მადა გაგიფუჭოთ. რა? გონი ფეხები მომძვრა. დროა გამოვაცხადოთ ქულები. ნიკოლს საუკეთესო რეიტინგი აქვს. მას 10 ქულა აქვს. შემდეგი შეფასებები 2 იდენტური აღმოჩნდა. ზლატას და სნეჟანას მათ 9 ქულა აქვს. უი ბოდიში. ეს უბრალოდ მამაკაცების დისკრიმინაციაა. მართლა. შემდეგი რეიტინგში კირილია. მას 7 ქულა აქვს. რა თქმა უნდა, არი ნერვიულო. ბოლოს კი ბოგდანი გვყავს, მას 5 ქულა აქვს. არ ვეთანხმები, მოხდენილი ვიყავი, მომეცით ყოლა მწყურია. ჰეი, გაჩერდი, ჯობს უკან დავდგე. ბოგდან. ღმერთო ჩემო. მეორე ელემენტის დროა. მეორე ელემენტს ეწოდება აქტივობა და ჩვენ მას ახლა გავაკეთებთ. როგორ ვაპირებთ ამის გაკეთებას? ჯანდაბა. გადავტყდებით. და სანამ დავიწყებთ, ჩვენ უნდა ავარჩიოთ შემდეგი სასჯელი. ნიკოლ დაატრიალე. კარგი, გაჩერდი, არავინ უყურებს. რა? რა არის? აქ წერია უცნობი. რას ნიშნავს ეს? ეს განსაკუთრებული სასჯელია და მის არს ბოლოს გაიგებ. ბრიტნი, ახლა ყველას გაჯობებთ. ვსხდებით, ფეხებს ვახვევთ. 1
2 და ასე მივიღებთ ბაყაყს. როგორ მოგეწონათ? მაგარი არისო? ტაშის ხმა არ მესმის. უკეთესი ბაყაყების მინახავს ამ მხარეში. სიმართლე გითხრათ ძალიან რთულია. იმედია არ მომტყდება. ვაუ, მე 300.000 ჯერ უკეთესი ვიყავი. მეჩვენება რომ ნიკოლი სპეციალურად მეპატიჟება რომ დაუმარცხდე. ბოგდან, შენ შეგიძლია ამის გაკეთება. ბოგდან, მაგარი ხარ. ღმერთო ჩემო, მართლა. როგორი იყო? კარგია? ჩემი ჯერია. ღმერთი დაგეხმარება. საკმაოდ ელასტიური ვარ, ამიტომ ვფიქრობ რომ მოვახერხებ. ვაუ! რატომ ხარ შიშა რა? ჰა? კითხვები არ მაქვს, ეს მართალია. რას გულისხმობ? გეშინია, შიში არ შეიძლება. არ შეიძლება შეგეშინდეს, გაჩერდი. არავის არაფერი უთქვამს. ის ნიკოლია. მგონია რომ ახლა იქნება საშინლად მაგარი სანახაობა. მე გომბეშო ვარ. ოჰო. არა, ისიც შიშა რა. შეხედეთ. ბრიტნი, ეს იმიტომ რომ კუნთები დაძაბულია. მას რატომ არ ეშინოდა? იმიტომ რომ ის ძალიან დიდი ხანია მეცადინეობს და ცოტა დაგვავიწყდა ჩვენ რა არის სპორტი. აჰა, ამიტომაა ბრიტნი უკეთესი. როგორც ჩანს, დამავიწყდა რა არის სპორტი. დრო გამოვავლინოთ ქულები. მაინც როგორია სასჯელი? თვალები დახუჭული გაქვს და უცნობ საგანს უნდა შეეხო. ასე რომ რეიტინგები. ნიკოლი და ზლატა საუკეთესოები იყვნენ. მათ 10 ქულა აქვთ. რას ნიშნავს ეს? ეს იმიტომ რომ ჩვენ შეშრები ვიყავით. გეშინოდა, სწორად მიხვდი. მეორე ადგილზე სნეჟანა ყავს. მათ 9 ქულა აქვს. უსამართლობა. ყველას გესმით რომ ეს უფრო რთულია ბიჭებისთვის. ამიტომ გავითვალისწინეთ მათი ძალისხმევა. თუმცა ბოგდანსა და კირილს 5 ქულა აქვს. რა, გაგიჟდი? 300.000 ჯერ უკეთესი ვიყავი. ნიკოლ, უთხარი მათ, უთხარი რომ უკეთესი ვიყავი. დიახ, ნიკოლი მასე უკეთესი იყო. ეს ბიზნესია პატარა, აქ ყველა თავისთვისაა. მოდი, ქვაკ აღალდი მაკრატელი. გაგანადგურებ. ქვაკ აღალდი მაკრატელი. 1 2 3. ქვაკ აღალდი მაკრატელი. 1 2 3. ჰა, სამამდე ვთამაშობთ. ქვაკ აღალდი მაკრატელი. 1 2 3. 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 გაგიჟდით? კარგი, ბრიტნის უყვარს უცნობ ნივთებზე შეხება. რა არის ეს? რა? ფუ! არა. იქნება არ არის საჭირო. არ მიყვარს მე პამიდორი. მეგობრებო, იცოდით რომ ბალეტი ძალიან რთულია? ხალხი წლების განმავლობაში ემზადება სცენაზე ასასვლელად. ასე რომ ჩვენ ყველაფერს ვდებთ ვიდეოში. ჩვენ ძალიან ბევრ ვიდეოს ვაკეთებთ თქვენთვის და რამდენ ვიდეოს ვიღებთ თან რა მაგრებს თქვენთვის. მაგრამ წარმოიდგინეთ, ადამიანების 75% უყურებს ჩვენს გამოწერის გარეშე. ანუ თუ არს უყურებს 100.000 ადამიანი, მაშინ 75.000 ადამიანი უყურებს გამოწერის გარეშე. ეს არასწორია. თუ ამ ვიდეოს ახლა უყურებთ, დარწმუნდით რომ გამოიწერეთ ეს არხი. და თუ არ გაქვთ გამოწერილი, რას ელოდები? გამოიწერე ახლავე. თქვენ უნდა გააკეთოთ ეს. გმადლობთ გამოწერისთვის. კიდევ ბევრი მაგარი ახალი ვიდეო გვექნება. მიყვარხართ, კოცნით. მესამე ტურის დროა. ახლა ჩვენ ვირჩევთ სასჯელს. ვფიქრობ ბრიტნი რულეტს დაატრიალებს. არ უყუროთ. მიდი. თქვენ უნდა გამოიცნოთ მეუნაწილე ფეხის სუნის მიხედვით. საშინელება. ამას რძენია. არ მინდა წაგება, ვეცდები ამ ტურის მოგებას. საშინელება. ამ ელემენტს ეწოდება მეხუთე პოზიციის როტაცია და ასე გამოიყურება. სუპერ, ადვილია, ბრიტნი ამას შეძლებს. მას არ მოუწევს სხვისი ფეხების დაყნასვა.
დგებით? არა, რასაკეთებ? ცენტრში გადაინაცვლე. გავაკეთე, მე გავაკეთე. დიახ. ვინ არის შემდეგი? თავს ნამდვილ ბალერინად უგრძნობთ. მიდი. ფიქრობ, სწორედ ამ ტურს მოვიგებ და ჩემ ფეხების სუნს იგრძნობთ. დაუჯერებელია. არ მაქვს სურვილი სხვისი ფეხის სუნი შევიგრძნო. ამიტომ ამას კარგად გავაკეთებ. შტაბესტილება მოახდინა, ეს საკმაოდ კარგი იყო. ეს ფანტასტიკურია. მე გავაკეთე როგორც შემეძლო. ურა! აი. ზლატა! ზლატა! სხვა მონაწილეებიც ვნახე, საფრთხეს ვერ ვხედავ. ოჰო! ვა! ასე რომ დროა გამოვაცხადოთ ქულები. პირველ ადგილზე კი ჩვენ მყავს ზლატა, მას 10 ქულა აქვს. ღმერთო ჩემო, ზლატა. ამას არ ველოდი. მეორე ადგილზე ჩვენ მყავს სნეჟანა, მას 8 ქულა აქვს. სნეჟანა, ჩვენ ვისაუბრებთ გამოწვევის შემდეგ. ნიკოლი მესამე ადგილს იკავებს, მას 7 ქულა აქვს. მეოთხე ადგილზე არტისტიზმით მყავს ბოგდანი, მას აქვს. Yes! მან შეძლო. მოგიწევთ ჩემი ფეხების დაყნოსვა. ბოგდანს 6 ქულა აქვს. მეხუთე ადგილზე კი ბრიტნი ყავს. მადლობა, რომ შემახსენე. რა იყო არასწორი? უპირველეს ყოვლისა, თქვენი ფეხები ასე იყო, მრუდედ. მრუდეთ? შენი ხელები ასე იყო და ასეც უნდა იყოს, აი ესენი კი ასე გქონდა. სხვადმა მაინც უკეთესად შეასრულეს. გითხარი, აუф უნდა გაგეკეთებინა ძმაო. ბოგდანის სუნით გამოცნობა მოგიწევს. მისმინე, რაღაც თამაში NPC-ვით ვარ. დაი იყო სუნი, აწიეთ თქვენი ბინძური ფეხები. ტუჩებზე არ მომაკაროთ. ეს რა არის, მოიცადე. ტიტები, ხეობის შროშანები, ეს არის ნიკოლი. ამას არაფრის სუნი არ აქვს. აი, ამას კი სუნი აქვს. ფეხებს იბანთ საერთოდ? კი. ხოლოდ ერთხელ ვიგრძენი მისი სუნი, ვერ ხვდები, მაგრამ მაინც ნაკლებად სუნი აზდიოდა. ბოგდანი რა ნომერი იყო, მე ვიცი, მახსოვს. ალბათ ბოლო. ის იყო ნომერი 3. გოგოებო, სამწუხაროა, მის ფეხებს თქვენზე უკეთესი სუნი აზდის. წადით დაიბანეთ. მეოთხე ტურის დროა. მაგრამ პირველ რიგში რა თქმა უნდა ჩვენ ვირჩევთ სასჯელს. ვატრიალებთ და ვნახოთ. ტინ. არ გაჩვენებთ. შუბლზე მარკერით დაწერა. შიშარა. ეს არ იქნება გოგოები, ან ბოგდანი იქნება, ან შენ. ჩემო ბაჭია, ეს იქნება მხოლოდ ერთი ლამაზი გოგონა გძელითმით და ლამაზკაბაში. ეს შენ იქნები. მისმინე, ბრიტნი მკითხავია, ამიტომ მან ყველაფერი იცის. მეოთხე ელემენტს იშეიფი ქვია, ეს არის ხტომის ვარიაცია. რა? ძალიან მარტივია. მარტივია. ჩუმად. ისე მე შემიძლია ამის გაკეთება ამ გზით და ამ გზით. აუცილებლად გავიმარჯვებ. სნეჟანა. კარგი, ცადოთ. იმუშავა. შეწყვიტეთ ყვირილი, მან ვერ შეძლო. ბოგდან. გააკეთე ეს ვარჯიში დღეში 3-ჯერ და ზურგი აღარ გეიტკინება. შემდეგი ნიკოლია. და ამ გოგოს შუბზე ეწერება შიშარა. დიახ. არის. მე ვიქნები შემდეგი. მიდი ახტი მეკობრევ.
ამ ელემენტის სრულყოფილი შესრულება. არაფერი ვიცი. კარგი, ეს იყო 3 პლუსით. დრო გამოვაცხადოთ ქულები. ზლატა პირველ ადგილს იკავებს. ის 9 ქულას აიღებს. სნეჟანა მეორე ადგილს იკავებს. ის 7 ქულას აიღებს. ის უაღრესად არტისტული იყო. კირილე კი მესამე ადგილს იკავებს. ის 6 ქულას აიღებს. ბოლოს და ბოლოს. მეოთხე ადგილზე კი ბოგდანი ყავს. მას 5 ქულა აქვს. რა? ვა, ყოჩაღმე. სამწუხაროდ ნიკოლი ბოლო ადგილს იკავებს. მან სუბუქად შეასრულა ეს დავალება. მე გითხარი, ბრიტი მკითხავია, შენ კი შუბზე შიშარა გეწერება. ანუ გინდათ თქვა რომ ბოგდანმა ჩემზე უკეთ გააკეთა? ის ამისთვის სერიოზულად მოემზადა. ის მთელი თავისი შემართებით გამოვიდა. ხედავ, კირილმაც იგივე გააკეთა. რა თქმა უნდა, ეს ნამდვილად ჩემი საყვარელი პოზიციაა. შენ ტანვარჯიშით ხარ დაკავებული. ბოგდანისთვის კი ეს პირველი იყო. კარგი, მე მაქვს მარკერი და რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ ნიკოლს შუბზე დაეწერება შიშარა. შეხედე, ძვალი ძალიან ლამაზად გამოიყურება, არა? ვა. ნამდვილი შიშარა, ნამდვილი შიშარა. შიშარა. მეხუთე დავალება ასე გამოიყურება. მას პირველ პორტებრას ეძახიან. ისე დავდგები რომ არ ჩანდეს. ჩვენ მხოლოდ ერთი სასჯელი გვაქვს არჩენილი. ბოგდანი წაიკითხავს. სველი ვილი? ფუ! ეს რა არის? თითი ყურში. რას ნიშნავს? თითი უნდა გაილოკა და ვინმეს ყურში ჩაუდო. კორონას დროა ბოდიში. მე ეს არ მინდა. როგორც იქნა მარტივი სასჯელი, ხო? კარგი, დავიწყოთ. აი ეგრე. შვენიერი არა? ყოჩა! არაფერი მესმის, მაგრამ ძალიან საინტერესოა. რა მარტივია, ხტუნვა მაინც არ მომიწევს. აბა წავიდეთ. სხვათა შორის ღამით კოღოებს ასე ვიშორებ. თითქოს ძეხვი ეჭირა ბოლოს. ამ მომენტში უბრალოდ დამიძახემ შიშარა. შიშარა. ეს საკმაოდ კარგი იყო. სრულყოფილი. საშერისთვის მზად არ ვარ. მადლობა დედას რომ ოდესღაც ბალეტზე დავყავდი. ვოუ. დრო გამოვაცხადოთ ქულები. და ზლატა ისევ პირველ ადგილზეა. მას 10 ქულა აქვს. გმადლობ, დედა, გამარჯობა. ზლატა. ბატონო. გამოტყდი, ვინ მოისყიდე? არ გეტყვით, არ ვამხელ ჩემს წყაროებს. ყველაფერი მოსყიდულია, 100%-ით. მეორე ადგილზე ყავს სნეჟანა და ნიკოლი, მათ 9 ქულა აქვთ. ყოჩაღები. შოქში ვარ, შეხედე, ჩვენ როგორც ყოველთვის ბოლო ვიქნებით. მესამე ადგილზე კი ბოგდანი და კირილი ყავს, მათ 8 ქულა აქვთ. ყოჩაღ. ვაუ. ყოჩაღ. რა სიურპრიზია, ვაუ. აბა დავიწყოთ. ვინც გაიმარჯვებს, სველ ვილის წაგებულს უკეთებს. ვაუ. არის. მოიცა 3-მდე, ხო? არა, პირველად 3-მდე იყო, ამჯერადაც გავაკეთოთ. ძალიან გვიანია. ანგარიშია 1-1. აქ დაძაბული ატმოსფერო გვაქვს. დაძაბულობა. მეგობრებო, დაწერეთ კომენტარებში, ვის უჭერთ მხარს და ვინ წააგებს. არ მინდა ვინმეს ყურში თითი შევუყო, მე გავაკეთებ ასე. და ასე. ფრჩხილის ლაქი. ღმერთო, ეს ძალიან ამაზენია. მეც მეზიზღებოდა შენი შეხება. ასე რომ დროა გამოვაცხადოთ ამ გამოწვევის გამარჯვებული.
არის. ჩემთვის ეს ბრიტნია. დღეს ლატა მოიგო. ურა! ეს უსამართლობაა. როგორც იქნა, მადლობა. 3 2 1 0 თქვენ მის ნიკოლის არხზე ხართ. გმადლობთ რომ უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე. არ დაგავიწყდეთ მოწონება, გავიქეცი.